სიმსუქნე მხოლოდ ზედმეტი კილოგრამები არ არის. ის ზრდის ისეთი დაავადებების განვითარების რისკს, როგორიცაა ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტი, კარდიოვასკულური დაავადებები და კიბო. ჯანმრთელობისთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ რამდენს ვიწონით, არამედ თუ როგორია სხეულის შემადგენლობა და სად გროვდება ცხიმი. განსაკუთრებით სახიფათოა მუცლის არეში შინაგან ორგანოებს შორის დაგროვილი ეგრეთ წოდებული ვისცერული ცხიმი, რომელიც შესაძლოა წლების განმავლობაში ჩუმად, უსიმპტომოდ გროვდებოდეს, ვითარდებოდეს და შემდეგ გამოვლინდეს არაერთი სერიოზული დაავადების ან გართულების სახით. ამიტომ სიმსუქნის მართვა მხოლოდ დიეტაა და კილოგრამების სწრაფი კლება არ არის. მნიშვნელოვანია პაციენტის მეტაბოლური მდგომარეობის შეფასება, ცხიმის განაწილების, კუნთოვანი მასისა და თანხმლები რისკების შეფასებაც. სხეულის შემოდგენლობის შეფასებისათვის ერთ-ერთ ზუსტ მეთოდად მიიჩნევა დენსიტომეტრიული კვლევა. სიმსუქნის მართვის პროგრამის მიზანია არა მხოლოდ წონის კორექცია, არამედ კარდიომეტაბოლური რისკების შეფასება და ისეთი ინდივიდუალური გეგმის შედგენა, რომელიც პაციენტისთვის იქნება რეალისტური, უსაფრთხო და გრძელვადიან შედეგზე ორიენტირებული.